დებილიზმი, ანუ სისუსტე. ლათინურიდან დებილის სუსტი, უძლური, უსუსური აზროვნების მქონე. გონებრივი ჩამორჩენილობის ყველაზე მსუბუქი ხარისხია, რომელიც გამოწვეულია ტვინის განვითარების შეფერხებით ან ორგანული დაზიანებით. ეს სალანძღავი სიტყვა არ არის. დებილიზმის, ანუ მსუბუქი გონებრივი სისუსტის დროს ბავშვი შეიძლება გარეგნულად არ განსხვავდებოდეს თანატოლებისაგან. შენარჩუნებული არის მექანიკური მეხსიერება და ემოციურ ნებაყოფლობითი სფერო. მათ უპირატესად აქვთ კონკრეტულ აღწერილობითი ტიპის აზროვნება, ხოლო აბსტრაქციის უნარი თითქმის არ აქვთ. ეს თვისება გრძელდება დიდობაშიც, ანუ ასეთი პიროვნება აღიქვავს გარემოს, მაგრამ ანალიზის და დაკვირვების უნარი არ აქვს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანები აზროვნებენ ფაქტებით, აღიქვამენ ფაქტებს და ვერ აანალიზებენ მათ. თუ არ ვცდები, ალან დალესის სიტყვებია, თუ ადამიანს წავართმევთ აზროვნების უნარს, მათ ადვილად დავაბნევთ ფაქტებით. მე ბევრჯერ მიკამათია ადამიანებთან იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია საქართველოს სასიკეთოდ. ამას ეს მე განხილული მაქვს ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც მე ვსაუბრობ ბათუმის დაბრუნებაზე. მაგრამ ადამიანები რა ანალიზებენ, მათ ესმით მხოლოდ ფაქტი. ფაქტი, რომ საბჭოთა რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიის და მეტი მათ სხვა რამის გაგება არ უნდათ, იმიტომ რომ ანალიზის უნარი არ აქვთ უბრალოდ. რასაკვირველია, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთის იმპერია არის ოკუპანტი. საბჭოთა კავშირიც იმპერია იყო, მაგრამ განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში საქართველო განვითარდა და ქართველი ერი განვითარდა. მე ამაზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს, თუ რა გაკეთდა საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში, მაგრამ ოკუპაციაზე თუ ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ ოკუპაციაზე, რომელიც იყო ყველა მხრიდან. განსხვავებით რუსეთისა და საბჭოთა იმპერიისა, თურქეთში საქართველოს მიწებზე მცხოვრები ქართველები აღარ არიან ქართველები, მათ ერთმანეთისთვის ქართველების თქმაც, ანუ ქართველობაც ეშინიათ და ჩვენებურებს ეძახიან ერთმანეთს. ანუ ქართველობა მათ ვერ შეინარჩუნეს, მხოლოდ რაღაც ყოფით დონეზე იციან მათ ქართული, ალბათ რაღაც ოჯახებში თუ საუბრობენ ან ერთმანეთში. სომხეთში ქართველები პრაქტიკულად არ ცხოვრობენ. აზერბაიჯანში ქართველები შეზღუდულები არიან. მათ ქართული გვარსახელები შეიძლება შენარჩუნებული აქვთ, მაგრამ როგორც ვიცი, მათ ავიწროვებენ აზერბაიჯანში. ირანში ქართველობას დაკარგულია, რაღაც დონეზე იციან, კი ბატონო, ისევე როგორც თურქეთში რაღაც ყოფით დონეზე იციან. ერთადერთი იმპერიაში, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ ქართველობა და განვითარდით, ეს იყო საბჭოთა კავშირი და ნაწილობრივ რუსეთის იმპერიაც. იმიტომ რომ უბრალოდ რუსეთის იმპერიის დროს ჩვენ გადავრჩით, როგორც ეროვნება, როგორც ხალხი, ქვეყანა გადარჩა და ასე თუ ისე შემოიკრიბა თავისი მიწები რუსეთის იმპერიაში და საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ უკვე განვითარდით და იმ მწვერვალებს მივაღწიეთ, რაც დღემდე დაუძლებელია. უკვე 35 წელია დამოუკიდებლები ვართ და ჯერ იმ მწვერვალს, ალბათ კიდე 35 წელი შეიძლება არ იყოს. აქვე მინდა ორიოდეს სიტყვა ვთქვა ინფანტილიზმზე, როდესაც ადამიანს არ შეუძლია მიიღოს რაიმე სერიოზული გადაწყვეტილება და მისი ქმედება ძირითადად ემოციურ ნებაყოფლობითია. ანუ დებილიზმის შემთხვევაში ადამიანი იგებს ფაქტებს,
მაგრამ არ შეუძლია მისი ანალიზი და ზოგადი სურათის შეფასება და ინფანტილიზმის შემთხვევაში ადამიანის ქმედებები არის ემოციურ ნებაყოფლობითი. ანუ ორივე შემთხვევაში ესეთი ადამიანები არიან ადვილად მართული დაინტერესებული პირების მიერ. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.